ცოლი მოკლა 74 წლის კაცმა 53 წლის ქალს ურთიერთშელაპარაკებისას სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ვალდებული დაკავებულია მას 20 წლამდეან უვადო პატიმრობა ემუქრა. ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში გელა ხასაიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. კოალიცია ცვლილებისთვის წევრს დღეს ბრალი დამამძიმებელი მუხლით წაუყენეს. გამოძიება ხასაიას ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას ედავება. აქტივისტს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ადვოკატის განმარტებით საქმეში არავითარი ნეიტრალური მტკიცებულება არ არსებობს. გამოძიება მხოლოდ საქმის ფიგურანტი პირების ჩვენებებს ეყრდნობა. ქართული კოჭმარის არაღიარების აქტს კიდევ ერთი თანასპონსორი ჰყავს. ორპარტიულ კანონპროექტს, რომელიც ოცნების მთავრობის აღიარებას გრძელავს, მისი ავტორი ჯო უილსონის გარდა 7 თანასპონსორი ჰყავდა. დღეს კი მათ რიცხვს დემოკრატი იუჯინ ვინდმანი დაემატა. 4 მილიარდი ევრო უკრაინისთვის ომში მყოფი ქვეყნისთვის ევროპული ქვეყნების მიერ დახმარების ახალი პაკეტი გამოიყო, რომლის ნახევარიც დრონებისთვისაა განკუთვნილი. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ძლიერ მიწისძვრას ფილიპინებზე 69 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 150-ზე მეტი, 6.9 მაგნიტუდის ბიძგებს ნგრევა მოჰყვა. განადგურებულია შენობა, ნაგებობები, დაზიანებულია ხიდები და ინფრასტრუქტურა.